მეგრული სეპარატიზმი თუ თვითგადარჩენის ინსტინქტი. ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა ველა ჩვენი სამშობლოა სამეგრელოს გარდა. გაგახსენდათ? ხომ არის ეს სიტყვები სეპარატიზმი და საიდან წამოვიდა ეს სიტყვები? მხედრიონიდან. მხედრიონი სამეგრელოში თავისი მხედრობის დროს ამ ლექსს გაჰყვიოდა, ამას გაჰყვიოდნენ. ეს საიდან მოვიდა, მაგა თვითონ მოიგონეს? არა, ეს თბილისელი მოსახლეობიდან წამოვიდა. თბილისელის მოსახლეობის გულში მეგრელებზე ასეთი აზრები დევს. ჩვენ ახლა ვართ მეორე ხარისხოვანი ხალხი. გვაქვს საერთო სახელმწიფო ქართველებთან და ამავე დროს ჩვენ ისევ ვართ მეორე ხარისხოვანი. რატომ? იმიტომ რომ ქართულმა სახელმწიფომ ჩვენი იდენტობა გააუფასურა. ახლა მიდის მეგრელების სრული ასიმილაცია ქართველებთან. კარგია თუ არა ეს? არა. საქართველოს სახელმწიფომ თავისი დამოუკიდებლობა ვერ გამოიყენა. არ გამოიყენა. ასე საქართველოს სახელმწიფო თავის დამოუკიდებლობას აუცილებლად დაკარგავს. ეს მხოლოდ დროის საკითხი არის. ან თურქები გადაკვაპავს, ან რუსები გადაკვაპავენ, ან ამერიკაში თანხავს, ან დაყოფენ ნაწილ-ნაწილ. ამავე დროს განცალკევება ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ ისევ უნდა ვეკროდეთ ერთმანეთს, მაგრამ როგორც ახლა არის, საქმე არ იქნება. ეკონომიური ბაზარი როგორც საქართველოსთვის, ისე მარტო ქართლისთვის, კახეთისთვის, სამეგრელოსთვის ცალ-ცალკე ისედაც მიზერულია. ცალ-ცალკე ჩვენ ცხოვრებას ვერ შევძლებთ, მაგრამ ასეთი იმპერიული აზრებით სახელმწიფო ვერ იქნება. ახლა საქართველოს სახელმწიფო არის ღრმად ავადმყოფი სახელმწიფო. რატომ? იმიტომ რომ ეს სახელმწიფო არ ემსახურება თავის ხალხს. ეს სახელმწიფო ახლა ემსახურება თავის ხალხს კი არა, თავის თავს ემსახურება. ცდილობს მეგრელების გაქართველებას. ჩვენ მეგრელები, ქართველები არ ვართ. ქართველები მეგრელები არ არიან. ჩვენ ვართ მეზობელი მონათესავე ხალხი, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ სრული ასიმილაცია გაგვიკეთონ. რუსები ასიმილაციას გვიპირებდნენ და ქართველებთან ერთად ვიყავით შეკრული, ამან გადაგვარჩინა. თურქებმა ლაზები გაანადგურეს და ჩვენს უფრო კარგი არაფერი არ მოგვივა. ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველა ჩვენი მტერია. ხო და ახლა დრო არის ქართულ სახელმწიფოზე ვილაპარაკოთ. რა განსხვავებაა აზიატურ ქვეყნებსა და ევროპულ ქვეყნებს შორის? იცით რა არის? ის რაც ქაღალდზე წერია, ევროპულ ქვეყნებში აქსიომად მიაჩნიათ. აზიურ ქვეყნებში ეს ასე არ არის. აზიურ ქვეყნებში ხალხი ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს, მესამეს აკეთებს და გამოდის მეოთხე. რომელი ქვეყნები არიან ასეთი თვალმაგცი ორპირა ქვეყნები? თურქეთი, ირანი, ერაყი, არაბული ყველა ქვეყნები, ვაფშე აზიატური ქვეყნების უმრავლესობა არიან თვალმაგცე სიაფანდი ქვეყნები. ევროპაში თვალმაგცობა, პიროვნების გაორმაგება ითვლება ფსიქოლოგიურ აშლილობად და ხალხს კურნალობენ. სხვათა შორის ის საძაგელი რუსები, რომელსაც ახლა ჩვენ ლანძღავთ, ნაკლებად არიან ორპირები. აზიური მუსულმანური ქვეყნები უფრო ორპირები არიან ვიდრე რუსები. რუსი რასაც ფიქრობს, მაგას შუბში მოგახლის. ევროპელების მასე არიან. გერმანელები მთლად უარესე, სულ ასეთები არიან და ასეთები. მაგრამ ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ ორპირობა, თვალმაგცობა არის ფსიქიკური აშლილობის ნიშანი. ევროპაში ამას მკურნალობენ. აზიურ ქვეყნებში მოსახლეობის 95% თვალმაგცი და სიაფანდია. საქართველოს ასეა, მაგრამ პროცენტულად კიდევ უფრო ნაკლები არის და ესა კიდევ შანსი, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ შაჰ-აბასის თვალმაგცობიდან. ახლა მიდის მეგრული ენის ამოძირკვა სამეგრელოში. მეგრული არაპრესტიჟული გახდა. რატომ? ეკონომიური დამოუკიდებლობა მეგრულ ენაზე შანსი არაა, რომ მოიპოვო.
სოფლიოში მრავალი ქვეყანა არის, სადაც ასეთი პრობლემა დგას. ავიღოთ დემოკრატიული ევროპული საფრანგეთი. საფრანგეთშიც არის ასეთი ამბავი, კორსიკა. კორსიკელები ფრანგულად ლაპარაკობენ, ისინი თავიანთ ენაზე ლაპარაკობენ. კორსიკელებს თავიანთი მეგრული ენა აქვთ და 155,000 კაცი იბრძვის, რომ ეს ენა არ მოიძირკოს. ჩვენ სადღაც 500 თუ 800 ვყოფილვართ და ჩვენი ენა გვეკარგება. მეგრელ ბავშვებს ახლა რცხვენიათ მეგრული ლაპარაკიც. ქართველებს ბაძავენ. მეგრული კლოზე ქართული ლაპარაკი ძალიან საშინელი და იუმორისტული გამოდის. ამავე დროს სახელმწიფოში მეგრული ენის დაცვის არავითარი ელემენტი არაა. ჩვენ გვჭირდება ორენოვანი განათლება. ბავშვებისთვის დაწყების კლასში უცხო ენაზე, ქართულ ენაზე სწავლება არის ფსიქოლოგიური სტრესი. ბაღში არ უნდა იყოს ქართული ენა, უნდა იყოს ორენოვანი. გინდათ ბატონო, მეგრულ ქართული მულტიკები გააკეთეთ და ნელ-ნელა შეაჩვიეთ ბავშვები, მაგრამ ახლა მიდის მეგრულის მთლიანი ამოძირკვა და მეგრელების ასიმილაცია.